Transfer pricing-ის შესახებ მინდა ვისაუბრო ჩვენ დიდი ხნის პარტნიორ კომპანია BDO-სთან ერთად. მოკლედ ეს თემა transfer pricing-ი ხშირად აღიქმება, რა ვიცი, როგორც რთული, ტექნიკური და რაღაცა მხოლოდ რეგულაციებთან დაკავშირებული თემა. BMG შესაბამისად როგორც პროფილური, ნიშური და პროფესიული მედია ამ მიმართულებით ცდილობს თავისი პარტნიორების დახმარებით საკითხი უფრო მარტივად და გასაგებად გადმოგცეთ. რაც თავარია გადმოგცეთ კონკრეტული მაგალითებით და ვისაუბროთ ცალსახად ბიზნესისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე. თუ როგორ გავლენას ახდენს ის ფინანსურ გამჭვირვალობაზე, საგადასახადო რისკებსა და რა თქმა უნდა რეპუტაციაზე. რეპუტაციაზე მათ შორის საერთაშორისო რეპუტაციაც იგულისხმება. ამისთვის ჩვენთან ერთად არიან ქეთევან აბუსერიძე, ქეთი გახლავთ BDO-ს პარტნიორი საგადასახადო მიმართულებით და ჩვენთან ერთად არის დავით აბესაძე, BDO-ს მენეჯერი, რომელიც ასევე საგადასახადო მიმართულებას წარმოადგენს. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. მადლობა მომბრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ქეთი, ერთის მხრივ მარტივი, მეორეს მხრივ BMG-სთვის რაც არსებობს ხო, თავი გამოწვევა ეს არის ის, რომ მარტივად გადასცეს საზოგადოებას ის ყველანაირი ტექნოკრატიული ლექსიკა ფრაზეოლოგია, რომელთაც ჩვენი ყოველდღიურობა და რუტინა არის დატვირთული. რას წარმოადგენს transfer pricing-ი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი? იგულისხმება რა როლი აკისრია, რა მისია აქვს მას საერთაშორისო ანგარიშობაში. პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ საკითხით დაინტერესებისთვის. რეგულაცია საკმაოდ კომპლექსური და რთულია, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ. მისი ძირითადი მიზანია კომპანიებისთვის, რომლებიც ფუნქციონირებენ რამოდენიმე იურისდიქციაში, თითოეულ იურისდიქციას მიეკუთვნოს ის მოგების გადასახადი, სამართლიანი მოგების გადასახადი იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რასაც ეს თუ ის კომპანია არსებულ ქვეყანაში ახორციელებს. ანუ მარტივად რო ვთქვათ, მსხვილი კორპორაციები, რომლებიც მაგალითად ახორციელებენ რაღაც საქონლის წარმოებას და შემდეგ დისტრიბუციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა იურისდიქციაში სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი კომპანია. მაგალითად, ერთ ქვეყანაში ხდებოდეს წარმოება, რამოდენიმე ქვეყანაში დისტრიბუცია, სადღაც ხდებოდეს ფინანსური რესურსების მოძიება ჯგუფში შემავალი კომპანიების დასაფინანსებლად და ასე შემდეგ. შესაბამისად, მათ საშუალება მათ შესაბამისად არსებობს ბევრი შიდა ჯგუფური ტრანზაქციები კომპანიებს შორის, რომლებზეც მნიშვნელოვანია, რომ ღირებულება დადგინდეს სამართლიანი პრინციპით. ანუ თავარი არსი არის, რომ ერთი ქვეყნიდან არ მოხდეს მეორე ქვეყანაში მოგების გადატანა, ისე რომ არასამართლიანი მოგების გადასახადი იყოს ადმინისტრირებული ცალკეული ქვეყნების მიხედვით. ეხლა რომ შევხედოთ საქართველოს პერსპექტივას, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ ის ფუნქციები, რაც ჩვენთან აღსრულდება, თქვა ბიზნესის მიერ, მასზე გადახდილი მოგების გადასახადი იყოს ადეკვატური და სამართლიანი იმ ფუნქციებთან შედარებით, რაც საქართველოში ხორციელდება. ანუ მაგალითად, თუ თქვა ჩვენთან ოპერირებს უცხოური კომპანია და აქ ახორციელებს საქონლის დისტრიბუციას, მისთვის მიკუთვნებული მოგება უნდა იყოს დისტრიბუციის ფუნქციისთვის დამახასიათებელი და ადეკვატური. და არა სრული და არა ბიზნეს ოპერაციებიდან, რასაც ჯგუფი იღებს ბუნებრივად. აღნიშნული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთში განხორციელებულ ოპერაციებზე ფასი დადგინდეს ეგრეთ წოდებული გაშლილი ხელის პრინციპით, რაც ესე ვთქვათ, ისე პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის საბაზრო ფასთან შესაბამისობასად დადგენილი ფასი. ეს რატო არის მნიშვნელოვანი? იმისთვის, რომ ვთქვათ, შიდა ჯგუფურ ოპერაციებზე არ მოხდეს ხარჯის გადატანა ერთი ქვეყნიდან მეორეში, რაც ნიშნავს უკვე ავტომატურად მოგების გადატანას ერთი ქვეყნიდან მეორეში. განსაკუთრებით ეს საფრთხე არსებობს, როდესაც ეგრეთ წოდებული, ვთქვათ, ოფშორულ ქვეყნის რეზიდენტებთან ხდება ოპერაციების განხორციელება და ისეთ ქვეყნებთან, სადაც მოგების გადასახადი შეიძლება იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე იმ იურისდიქციაში, სადაც ბიზნესი ხორციელდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს რეგულაცია ზუსტად ამისკენ არის მიმართული, რომ ფასები, რომლებიც დგინდება ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის შიდა ჯგუფურ ოპერაციებზე, ოღონდ საერთაშორისო მასშტაბით, სადაც ერთი მხარე საქართველოს, მეორე ქვეყანა, სხვა ქვეყნის იურისდიქცია, აქ ფასები დადგინდეს საბაზრო პრინციპების მიხედვით. ქეთი, ორი კითხვა დამჭერთ თქვენთან და დავითთანაც ამ თემიდან გამომდინარე და გადავინაწილოთ პასუხები როგორც ჩათვლით საჭიროდ ისე. მე მაინც მაინტერესებს პრაქტიკულად ეს ყველაფერი როგორ ხდება. დარწმუნებული ვარ BDO ჯორჯიას გუნდს შესწავლილი გაქვს ეს ამბავი როგორ ხდება უცხოეთში. და ეს პრაქტიკული, ასე ვთქვათ, кейსებიდან გამომდინარე. შეიძლება უკვე საქართველოს რამდენიმე კომპანიაც ადაპტირდა ამასთან მიმართებით. და აქვე მაქვს თემა, იმიტომ თემატურად გავს ეს კითხვები ერთმანეთს, რითი განსხვავდება საქართველოს და უცხოეთის кейსები პრაქტიკული თვალსაზრისით ერთმანეთისგან. ანუ პრაქტიკულად როგორ ხდება ამის რეგულირება, თქვათ, საგანსხვავებელ ორგანოს მხრიდან მონიტორინგი და ასე შემდეგ. ამას რო შევეხოთ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო პრაქტიკაც, ისე როგორც საქართველოს პრაქტიკაც ამასთან მიმართებაში არის, რომ ამ ოპერაციებთან დაკავშირებით, რასაც transfer pricing-ი ეხება,
მზადდება ესეთი სპეციალური დოკუმენტი, transfer pricing-ის დოკუმენტაცია ეწოდება, იმისათვის რომ დასაბუთდეს, რომ ეს მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციები განხორციელდა და საბაზრო პრინციპების შესაბამისად. ეს დოკუმენტი არის როგორც აღნიშნეთ, თქვა საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული და საქართველოს პრაქტიკაც ესე საერთაშორისო მოთხოვნებს მიყვება. ანუ აქ სხვაობა არ არის. მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის, ანუ პროცესში ასე ვთქვათ დოკუმენტაციის მომზადების გარკვეული განსხვავებები არის, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას ასე ვთქვათ თავისი სპეციფიკა აქვს, თავისი რეგულაციები აქვს და თუმცა საერთო ჩარჩოა ასე ვთქვათ საფუძველი რაც არის საერთოა საერთაშორისო დონეზე. რაც უნდა დავამატოთ არის რომ ვთქვათ ეს დოკუმენტაციის მომზადება ასე ვთქვათ ყოველწლიურად რაღაც დეკლარაციის ფორმატში წარდგენის ვალდებულება გადასახადის განახორციელებს არ აქვთ, ვალდებულება არის რომ წარადგინონ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში 30 დღის განმავლობაში. ეს არის რეგულაციის ვალდებულება? კი ბატონო, კი. არის თუ არა რაიმე ტიპის გნებავთ სტრატეგიული, ან გნებავთ პრაქტიკული გამოწვევა, რომელიც დღეს ცალსახად ფიქსირდება transfer pricing-ის მიმართულებით, როგორც გნებავთ რეგულაციიდან გამომდინარე თუ პრაქტიკული თვალსაზრისითაც? გამაწვევად შეიძლება დავასახელოთ ამ რეგულაციის, თქვათ, ნაკლებად ცნობადობა, ბიზნეს უფრო ბიზნესებში კეთი? უფრო ბიზნესებში კი ბატონო. ანუ ის, თქვათ, გლობალური ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც ფუნქციონირებენ ბაზარზე, მათთვის ყველასთვის ნაცნობია ეს რეგულაცია, იმიტომ რომ თითქმის ყველა იურისდიქციაში, სადაც ისინი ოპერირებენ, ეს ასე ვთქვათ, რეგულაცია არსებობს და ისინი ემზადებიან, ყოველწლიურად ამზადებენ transfer pricing დოკუმენტაციას, რომელიც ახსენეთ, ეს არის მთავარი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიამ უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ მის მიერ გამოყენებული ფასები შეესაბამებოდა საბაზრო პირობებს და რაც შეეხება ისეთ კომპანიებს, რომლებიც შეიძლება არ იყოს მსხვილი მულტინაციონალური, მაგრამ ოპერირებდეს რამოდენიმე ქვეყანაში, სიტყვაზე 5 ქვეყანაში, უკვე მათთვის შეიძლება ცნობადობა იმისა, რომ საქართველოში არსებობს ეს რეგულაცია. თახეს არ კარგავენ, უბრალოდ ამ ეტაპზე მათთვის უცნობია, თქვათ, ვიდრე საგადასახადო ორგანო არ განახორციელებს, თქვათ, კვლევას და შეტყობინებას არ გაუგზავნის, რომ გთხოვთ წარმომიდგინოთ transfer pricing დოკუმენტაცია, ამ ეტაპამდე რაღაცნაირად კომპანიები არ ემზადებიან, რომ თვითონ მოამზადონ ყოველწლიურად ეს დოკუმენტი. არა და საერთაშორისო პრაქტიკა ზოგადი ესეთია, რომ ყოველწლიურად უნდა მომზადდეს და განახლდეს ეს კვლევები იმისთვის, რომ კომპანიებმა შეძლონ დაასაბუთონ მათ მიერ გამოყენებული ფასების შესაბამისობა საბაზრო პირობებთან. ეს კომპანიები მომრავლდნენ, ჩვენ რომ რამდენიმე ინდუსტრია ავიღოთ, თუნდაც იგივე, რა ვიცი, ყველაზე მსხვილი ავიღოთ თუ გნებავთ სტატისტიკურად მაინც ავტომობილების ექსპორტი და იმპორტი და ნუ რა ვიცი, იმდენად გაშლილია სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მეწარმეებს ეს თემა, რომ დარწმუნებული ვარ transfer pricing-ზე არც გაუგიათ არაფერი. ამ დროს ცალსახად აქვს საშუალება და ლეგიტიმაცია ფისკალურ სამსახურებს, რომ მათ ნებისმიერ მეწარმეს ამგვარი პრეტენზია წარუყენონ. ესეა ხო? საინტერესო იქნება ალბათ შევეხოთ რა ტიპის ოპერაციებს ეხება ეს transfer pricing-ის რეგულაცია. ძირითადად ეხება ორი ტიპის ოპერაციებს, ეს არის ურთიერთდამოკიდებულთან, არეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულთან ოპერაციებს და ასევე ოპერაციებს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირებთან. ურთიერთდამოკიდებული პირების. კი ბატონო. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი შესაძლოა ურთიერთდამოკიდებული არ იყოს, მაგრამ მაინც ეხება ეს transfer pricing-ის რეგულაცია. ოპერაციების თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ თქვა, ხო, ანუ ეს რეგულაციები ფარავს თითქმის ყველა ტიპის ოპერაციებს, აი საქონლის ვაჭრობა თქვა, მომსახურების გაწევა, ფინანსური ოპერაციები, როგორც მაგალითად ცესხი, ასევე როიალტის ოპერაციები, უფლებების გადაცემა და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, საკმაოდ ფართო სპექტრს ფარავს ოპერაციები. დასაფარი არეალები, ბევრია. კი ბატონო, კი, საკმაოდ ასე ვთქვათ და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ გადასახადის განახორციელებმა ყურადღება მიაქციონ ამ რეგულაციას, ასე ვთქვათ, ეცადონ თავისთავი ამოიცნონ, არის ესეთი რომ არიან ამის ობიექტი. კი, რომ არიან ამის ობიექტი და შემდეგ შესაბამისად იმოქმედონ, თქვათ, დოკუმენტაციის მომზადება განიხილონ, იმიტომ რომ თქვათ, წარსული რისკები შეაფასონ, მომავალი ოპერაციები დაგეგმონ სწორად და ასე შემდეგ. კეთი, კიდევ რა რეკომენდაცია შეიძლება იყოს რეზუმირების თვალსაზრისით ამ თემაზე ვიდეო ჯორჯიას გუნდისგან იმ ბიზნესების მიმართ, რომელსაც თქვენ მიგაჩნიათ, რომ შეიძლება ბოლომდე არც გქონდეთ ინფორმაცია ასეთი რეგულაციის არსებობის შესახებ. კი ბატონო, რაც ყველაზე მთავარი ბუნებრივია, ეს არის რეგულაციასთან ადაპტირების შესაძლებლობა, რომ თქვათ, ზუსტად ვიცოდეთ, გვეხება თუ არა ეს რეგულაცია, თუ გვეხება რა ტიპის დოკუმენტი მოვამზადოთ და ამავდროულად ყურადღება მივაქციოთ იმ ცვლილებებს, რაც შეიძლება კანონმდებლობაში შედიოდეს და ეხებოდეს აღნიშნულ საკითხს. მაგალითად, წლევანდელი წლიდან პირველად ხდება, თქვათ, საქართველოში, როდესაც მულტინაციონალურმა ჯგუფმა
ხმა უნდა გააკეთოს სპეციალური შეტყობინება შემოსავლების სამსახურში 2025 წლის მიხედვით. ეს ეხება ეგრეთ წოდებულ CBCR რეპორტს, ქართულად ეს არის მულტინაციონალურ კომპანიათა წლიური ანგარიშგება. ეს არის ანგარიშგება, რომელსაც აბარებს ჯგუფი, რომლის წლიური შემოსავალი 750 მილიონ ევროს აღემატება. ამ დროს ჯგუფი ახორციელებს ისეთი ანგარიშგების წარდგენას დედა კომპანია, სადაც ოპერირებს იმ ქვეყნის იურისდიქციაში, სადაც აკეთებს დემონსტრირებას ყველა ქვეყნის მიხედვით, რა მოგება გენერირება მოხდა, რა ფუნქციები აღსრულდა ამა თუ იმ ქვეყანაში და რა მოგების გადასახადის გადახდა მოხდა ქვეყნების იურისდიქციების მიხედვით. შემდეგ უკვე ეს დოკუმენტი თავის მხრივ ყველა ქვეყნის საგაცხადო ორგანოს აძლევს თქვა საშუალებას, რომ შეხედოს რომელიმე ქვეყანაში არაადეკვატურად ხوار მოხდა თქვა მოგების გადასახადის შემცირება. ეს არის პირველი წელი, როდესაც კომპანიებმა უნდა მოახდინოს შეტყობინება, ჯგუფს აქვს თუ არა ვალდებულება წარადგინოს ეს რეპორტი, წარადგენს თუ არა აღნიშნულ ანგარიშგებას თავის დედა ქვეყანაში და იმ შემთხვევაში თუ არ წარადგენს, ასევე განსაზღვროს ხომ არ აქვს ქართულ კომპანიას, რომელიც ასეთ ჯგუფის წევრია, ამ აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება. ესეთი ტიპის ცვლილებები საკმაოდ ხშირია ხოლმე კანონმდებლობაში, შესაბამისად ამ ცვლილებებთან თქვათ ადაპტაცია და ყურადღების მიქცევა ასევე არის მნიშვნელოვანი ნაწილი მთელი ამ რეგულაციის. მე კიდე დეტალს გავკადნიერდები და ვამატებ, რომ თქვენც აქტიურად თუ შეიძლება ამ კუთხით რომ გავაგებინოთ ხშირად, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც შეიძლება ჩვენ უბრალოდ გამოგჩეს, მაგრამ არასდროს არ გამორჩება ვიდეო ჯორჯიას გვაქვს. ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ვთქვათ, ჩვენს კლიენტებთან, პოტენციურ კლიენტებთან, ზოგადად საგადასხადოს გადამხდელებს ინფორმაცია მივაწოდოთ სიახლოვეს. გამოვიყენოთ ყველა არხი, იმიტომ რომ დღეს იმდენად ბევრი არხია, რომ მე მგონი თვითონ ისინი ძირევიან. საბოლოო მსმენელები, დამკითხველები თუ მაყურებლები. კარგი, თქვენი იმედი მაინც გვაქვს და ბოლომდე და გელოდებით მუდამ ჩვენ სტუდიაში. მადლობა ვიდეო ჯორჯიადან ჩვენ სტუმრებს, კეთევან აბუსერიძეს, დავით აბესაძეს. მევაც სურს მადლობა გადაუხადო, რომ ვიდეოს პარტნიორმა, საგადასახადო მიმართულებით, ასევე მიმართულების მენეჯერმა სრულად და დეტალურად აუხსნეს საქმიან საზოგადოებას, არ მხოლოდ ტრანსფერ პრაისინგის არსი, არამედ მისი მნიშვნელობაც თანამედროვე საგადასახადო სისტემაში და ის შესაძლო რისკები, რომელიც შეიძლება წარმოექმნას გადასახადის განხილვით.